პარტია გახარია საქართველოსთვის წევრები აცხადებენ, რომ ისინი მოქმედებას განახლებული გეგმით განაგრძობენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ უსამართლო უთანასწორო არჩევნებში შესვლისას გააზრებული ჰქონდათ, რომ ნებისმიერი შედეგი შეიძლება დამდგარიყო. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, უსამართლო ბრძოლაში დამარცხებას აღიარებენ. მისივე თქმით, საზოგადოებაში მოთხოვნა ცვლილებებზე, მაგრამ მშვიდობიან ცვლილებებზე, რაც ნიშნავს პარტიის განახლებული სამოქმედო გეგმა და მოიცავს თუ არა ის საპარლამენტო მანდატების გამოყენებას. ამ კითხვაზე გიორგი შარაშიძემ უპასუხა, რომ საპარლამენტო ბოიკოტის შეცდომა იყო, თუმცა მისი თქმით, ამ შეცდომის გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს. როგორც შარაშიძემ თქვა, უახლოეს მომავალში მიმდინარე პროცესების ანალიზს გააკეთებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად შემდგარი პარლამენტის ბოიკოტირებით პოლიტიკური პროცესი მოკვდა, რის ალტერნატივად დარჩა მხოლოდ ქუჩა. მეორე, საზოგადოება ვერ დავარწმუნეთ, რომ ბოიკოტი არ იყო პოლიტიკურად გამართლებული და სწორი გზა პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად. მესამე, ვერ გავიმარჯვეთ საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც რევოლუციური და დამხობის სცენარებს ემხრობოდა. და მეოთხე, ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვავიწყდა მთავარი. თუ არ დაამარცხე ნაცები, ვერ დაამარცხებ ოცნებას. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ვრჩევით პოლიტიკურ ბოიკოტში. რა თქმა უნდა, შეცდომის აღიარება ეს არის ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელი, პოლიტიკოსისთვის ზოგადად აუცილებელი, ჩემი აზრით, თვისება და უნარი და ჩვენ არასდროს გქონია ჩვენი შეცდომების აღიარების პრობლემა და ახლაც ვაღიარებთ, რომ რა თქმა უნდა, საპარლამენტო ბოიკოტი იყო შეცდომა. თუმცა ამ შეცდომის გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს და ჩვენ უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ მიმდინარე პროცესების სერიოზულ ანალიზს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილებისთვის მზად არ ვართ და რა თქმა უნდა საზოგადოება გაიგებს, როგორი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა. პარტიამ გახარია საქართველოსთვის 4 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მასშტაბით 59810 ხმა მიიღო, რაც სამჯერ ნაკლებია პარტიის მიერ 1 წლის წინ საპარლამენტო არჩევნებში მიღებულ ხმებზე.